არის ერთი კაცი ამ მოთხრობის მიხედვით, რომელიც წელი დღე იმით არის დაკავებული, რომ მეზობლებს და მეგობრებს და უმტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. დიდი აგნოსტიკოსია მოკლედ. და ყავს პატარა გოგონა, რომელსაც აი ამ ინტერესის გამო ძალიან აკლია ყურადღება და იზრდება ზოგჯერ აი მამის გარეშე. და ერთ დღეს ამ პატარა ქალაქში ჩამოდის ერთი ახალგაზრდა კაცი, კლივლენდელი კაცი, ლოთია ეს კაცი, რომელიცო შერვუდ ანდერსონი წერს, რომელმაცო ამ ბავშვში დაინახა ის, რაც მამამის ყოველთვის გამორჩა. ღვთის ხატება დაინახა ამ ბავშვში და მე ისე საინტერესოდ ვითარდება ეს მოქმედება, ძალიან პატარა მოთხრობას ორგვერდ ნახევარია. ეს კაცი ეუბნება, რომ მე მთელი ცხოვრება ერთი ქალი მიყვარდაო, არც კი მინახავს ის ქალი, არც კი ვიცი როგორ გამოიყურებაო და მე მგონი რომ საერთოდ ვერც ვნახავ ვერაზროსო, მაგრამ საინტერესოა შენ ხო არა ხარო ესო. მე ძალიან ხო არ ადრე ხო არ მოვედი და შენ ძალიან ხო არ დაიგვიანეო და მე იმას ეუბნება როგორი არის ჩემი იდეალური ქალიო, ჩემი შეყვარებულიო, რომელსაც მან ტენდი დაარქვა და ამიტომ თუ ქვია მოთხრობას ეს სახელი და ეუბნება რომ იყავი გაბედული პატარა, იყავი ღირსი რომ შეგიყვარონ, იყავი ტენდი. და მე ეს მიდის ეს კაცი. და ეს მამა ხელს რომ მოკიდებს და მიყავს ნათესავებთან ეს გოგო რო ეგ დატოვოს და მე კიდე ილაპარაკოს იმაზე როგორ არ არსებობს ღმერთი. ამ გოგოს სახელს დაუძახებს და ეს გოგონა დაიწყებს პატარა 5 წლის. დაიწყებს ტირილს. მე არ მინდაო რომ ეს სახელი მერქვას, მე მინდა რომ ტენდი მერქვასო. ტენდი ჰარდი. აი ვინ მინდა, მე ვიყო. იმ კლივლენდელმა ლოთმა ამ პატარა ბავში ამ პაციაში დაინახა ღვთის ხატება და ამან იმის ხილვას და იმის ხედვას უპასუხა თავისი ცხოვრებით.